იმდენად უწყობს ხელს პროგრამა აწარმოეს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა. სააგენტომ 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები და საინვესტიციო აქტივობები შეაჯამა. 3 წლიანი შედეგი საერთო ჯამში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია შეადგენს. სწორედ ამ ოდენობის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა სააგენტომ ბოლო 3 წელიწადში. სფეროები, სადაც უცხოურმა კომპანიებმა კაპიტალი დააბანდეს, მრავალფეროვანია. საერთაშორისო ინვესტიციების გასაზრდელად სააგენტომ მომდევნო 4 წლის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. 25 საერთაშორისო პროექტი, 6000 ახალი სამუშაო ადგილი და 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია. ასეთია სააგენტო აწარმოეს საქართველოში 3 წლის საინვესტიციო შედეგები. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა 2020 წელს შემუშავებული სტრატეგია. ხიდურელის თქმით, ზოგადად მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 10% აქვთ და ამ მონაცემებს სააგენტო სრულად აკმაყოფილებს. აწარმოეს საქართველოში ანგარიშის პრეზენტაცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში სააგენტოს მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეული სამუშაო შეაფასა და ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სურათსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით გასულ წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა. მინისტრის განმარტებით, ეს პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება. პირველი 2 კვარტლის მონაცემებით უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირველი ნახევარი წლის მონაცემებით მილიარდ დოლარზე მეტია უცხოური ინვესტიციები და აღსანიშნავია, რომ ნახევარი მოდის ევროკავშირზე და ასევე დივერსიფიცირებულია გეოგრაფია უცხოური ინვესტიციების და ზოგადად მინდა აღნიშნო, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შემდეგ წლებში ჩვენი ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. გადაჭარბებით და წარმატებით მოხდა ამ სტრატეგიის შესრულება, მოვიზიდეთ 20 კომპანია, რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მოხდა 2-ჯერ მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, ანუ 6000 სამუშაო ადგილი და თანხმობრივადაც მილიარდ ლარამდე ავიდა ინვესტიციები, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ აწარმოეს საქართველოში შეიმუშავა და განახორციელა საინვესტიციო გრანტის სახელმწიფო პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიებს საშუალება აქვთ ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაიბრუნონ. ბიზნეს სექტორში აცხადებენ, რომ სააგენტოს მუშაობის და დახმარების შედეგად ქვეყანაში არაერთი ახალი ბიზნესი შეიქმნა და ის შეღავათები, რასაც სააგენტოს თავაზობს კერძო სექტორს, უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ძალიან ბევრი პროექტი საერთოდ არ განხორციელდებოდა, ეს სააგენტო რო არ არსებობდეს, ან ზოგიერთი მათგანი თუ განხორციელდებოდა, ის განხორციელდებოდა რამოდენიმე წლის შემდგომ. ამ და სხვადასხვა კუთხით, რომელსაც ფარავს ზოგადად აწარმოეს საქართველოში, ვფიქრობ, რომ მისი ზეგავლენა ეკონომიკას და ეკონომიკური ზრდაზე ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო მცირე და საშუალო ბიზნესი, მსხვილი ბიზნესითვისაც ძალიან მნიშვნელოვანია აწარმოეს საქართველოს ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან მარტივი მიზეზის გამო. თქვენ მუდმივად ხართ კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორისათვის, რომ მას ჰქონდეს აღქმა, რომ მისი ინვესტიცია არ დაიკარგება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც ვისარგებლეთ აწარმოეს FDI გრანტით და ჩვენ ასევე ვსარგებლოთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვისარგებლოთ შეღავათიან საგადასახადო რეჟიმით. ჩვენ მომავალ წელს გეგმავთ, რომ დამატებით 10 მილიონამდე ინვესტიცია განვახორციელოთ საქართველოში. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ გატარებული აქტივობების შედეგად საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა ინდორამა, გირტეკა, ტელეპერფორმანსი და კონცენტრიქსი. ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განხორციელებაში სააგენტოს დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის USAID, EBRD, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და სხვები.